მოგესალმებით JNS-ის კონფერენციაზე მინისტრ ამიხაი ჩიკლის. Shalom Steve და მადლობა Richard და Alex და JNS ამ შესაძლებლობისთვის, ამ სცენისთვის. მადლობა ყველას რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. და ჩვენ დავიწყებთ ანტისემიტიზმის თემით, მაგრამ თქვენი ნებართვით სხვა საკითხებზეც გადავიდეთ. როგორც ყველამ ვიცით, ანტისემიტიზმის ზრდა შეინიშნება მთელ მსოფლიოში ბოლო დროს მონრეალში, კანადაში. და თქვენ ამის შესახებ გააფრთხილეთ, თქვენ არაერთხელ გააფრთხილეთ ამის შესახებ. როგორია თქვენი პასუხი, როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ მოვლენას? პირველ რიგში რაც შეეხება გუშინ კანადაში მომხდარ საშინელ შემთხვევას, ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული გაფრთხილება, რომელიც მხოლოდ კანადას ეხებოდა. 3 თვის წინ მარტში ვთქვით, რომ ვხედავთ ზუსტად იმავე ნიშნებს, რასაც ავსტრალიაში ვხედავდით ბონდი ბიჩის საშინელი თავდასხმის წინ. კანადაში არაფერი გაკეთებულა ანტისემიტიზმის შესაჩერებლად და ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ რადიკალური ისლამისტური ინციდენტების ზრდის შესაჩერებლად. უამრავი შემთხვევა სროლის ინციდენტები ებრაულ სკოლებსა და დაწესებულებებზე და სამწუხაროდ არაფერი გაკეთებულა. ასევე უნდა ვისაუბროთ იმ შემთხვევაზე, როდესაც პოლიციელმა ერთ-ერთმა პოლიციელმა ქალმა მსხვერპლს ესროლა და პოლიციის ძალების მომზადებაზე. ტერორიზმთან ბრძოლისათვის საჭიროა ეფექტური პოლიცია. ასევე, როდესაც ებრაული თემის უსაფრთხოების ძალებთან გვაქვს საქმე, მათ კანადაში იარაღის ტარების უფლება არ აქვთ. ჩვენ მიჩიგანშიც ვხედავთ, რა მნიშვნელობა აქვს შეიარაღებულ უსაფრთხოებას, რადგან ეს შეიძლება თავიდან აგვაცილოს საშინელი შემთხვევები. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ბონდი ბიჩში, რომელიც ავსტრალიაშია, მათ შეუძლიათ იარაღის ტარება, მაგრამ მხოლოდ დაწესებულებებში. მაგრამ რადგან ღონისძიება პლაჟზე იყო, ისინი უიარაღოდ იყვნენ. ამიტომ იარაღის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების უსაფრთხოების ძალები შეიარაღებულები იყვნენ. ეს შეიძლება სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს, რადგან თუ მათ ბონდი ბიჩზე იარაღი ექნებოდათ, 12 უსასრულო წუთი არ დასჭირდებოდათ, რომ ხოცვა ჟლეტა შეეჩერებინათ. კარგი? ასე რომ კანადის შემთხვევაში აშკარა იყო, რომ ეს უნდა მომხდარიყო. და იმედი მაქვს, რომ კანი და მისი მთავრობა რამეს გააკეთებენ. და ბოლო რამ, რაც მინდა დავამატო კანადასთან დაკავშირებით, ყურადღება მიაქციეთ. ყველაზე ცუდი შემთხვევები. კანადა, ავსტრალია, ბრიტანეთი, მანჩესტერი. რა აქვთ საერთო კანადას, ავსტრალიას და ბრიტანეთს? ტერორისტული სახელმწიფოს აღიარება ჰამასის წინააღმდეგ ომის დროს. ასე რომ, როდესაც თქვენ ებრძვით ჰამას და ომის დროს ტერორისტულ სახელმწიფოს აღიარებთ, მაშინ როცა ჩვენი მძევლები ჯერ კიდევ საკნებში არიან, თქვენ აძლიერებთ ამ რადიკალურ ძალებს. ზიანს აყენებთ ებრაულ საზოგადოებას. ეს იყო ის, რაც მინდოდა დამატება. გადავიდეთ ირანის შეთანხმებაზე და თქვენს დამოკიდებულებაზე ამასთან დაკავშირებით. იცით, არსებობს კრიტიკა, რომ კაბინეტის მინისტრები გამოდიან შეთანხმების წინააღმდეგ. როგორ პასუხობთ ამას? მეც კი მოვისმინე, რომ ჩვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ ვსაუბრობთ, რაც არასწორია. არც ერთ კაბინეტის მინისტრს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ ვსაუბრია. მე პრეზიდენტ ტრამპს მის პირველ ვადამდე უჭერდი მხარს. მე ღიად უჭერდი მხარს პრეზიდენტ ტრამპს მაშინ, როცა ბაიდენი იყო პრეზიდენტი და ამის გამო მძიმედ გამაკრიტიკეს, რომ ღიად უჭერდი მხარს ტრამპს. მე ვფიქრობ, რომ თეთრ სახლში ასეთი მეგობარი არასდროს გყოლია. არასდროს გყოლია ასეთი მეგობარი და საეჭვოა მომავალში კიდევ გყავდეს თეთრ სახლში მასნაირი ადამიანი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იერუსალიმში საელჩოსთვის, გოლანის მაღლობებისთვის, აბრაბებისთვის, აბრამის შეთანხმებებისთვის, ყასემ სოლეიმანისთვის, ამომავალი ლომისთვის, იმ ომისთვის, რომელიც ერთად გავმართეთ. ჩვენ უნდა გქონდეს კარგი თვალი, უნდა გქონდეს აინტოვა, უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა გქონდეს პერსპექტივა, პროპორცია და ყოველთვის ხედავდეთ მთლიან სურათს. მთლიან სურათი პოზიტიურია. ახლა რაც შეეხება შეთანხმებას, ნორმალურია რომ იყოს უთანხმოებები. ესენი ერთი და იგივე სახელმწიფოები არ არიან. არსებობს მონდიალი. ამერიკა მასპინძლობს მონდიალს, მსოფლიო თასს. თქვენ ნოემბერში არჩევნები გაქვთ. თქვენ გაქვთ ნავთობის ფასები. თქვენ გაქვთ ეს ყველაფერი, რაც ამერიკის პრეზიდენტის გონებაშია.
და მე ვხედავ მხოლოდ, არ ვიცი ალბათ 10% მთლიანი სურათიდან. ასე რომ ჩვენ სრულად გვესმის ეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ომის დასრულებასა და სანქციების მოხსნას შორის დიდი განსხვავებაა. რადგან სანქციების მოხსნის შემთხვევაში ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ეს და რა შედეგები მოხვება ამას ხვალ დილითვე. დღეს მოხსნით სანქციებს და ხვალო ლიბანში ჰეზბოლასთვის ხელფასები იქნება. და ხვალ დილითვე ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრია განახლებული გექნებათ. კარგი, ბირთვული ობიექტებით შეკეთებული გექნებათ. ტერორის რეჟიმის იდეოლოგია ირანში, რომელმაც 10,000-ობით უდანაშაულო ადამიანი დახოცა ირანში, ბევრად მეტი ვიდრე ისრაელის მსხვერპლი, ბევრად მეტი. ირანელები არიან მთავარი მსხვერპლი ტერორის რეჟიმისა ირანში. ეს არ არის ირანი. ირანში არსებული რეჟიმი ირანი არ არის. ეს არის ტირანია. ეს არის მდიდარი დიქტატურა. ეს არის ტერორის რეჟიმი და სანქციები უნდა გაგრძელდეს. რადგან ყოველი თეთრი, რომელიც ამ რეჟიმს მიეწოდება, პირდაპირ წავა ტერორზე, იარაღზე, მასობრივი განადგურების საშუალებებზე, მთელი რეგიონის არასტაბილურობაზე. ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი და ირანის საქმე. და კიდევ ერთი რამ. თავარი მიზეზი, რატომაც მე მხარს უჭერ ტრამპს, ის არის, რომ ბაიდენის დროს, როცა ბაიდენი იყო პასუხისმიებელი, აშშ-ში იმდენად სუსტი იყო, იმდენად სუსტი. და ტრამპმა შეცვალა სიტუაცია. და როცა ჩვენ ვუყურებთ ჩვენს დიდ ძმას, ამერიკელებს, ჩვენ გვინდა, რომ ამერიკა ძლიერი იყოს. მე ვფიქრობ, ეს მთელი დასავლეთის ნახევარსფეროს ინტერესებშია. და მე ვფიქრობ, რომ ასეა. ასეა და არასდროს უნდა შედრკე ამ ტერორისტის წინაშე. არასდროს. ეს ეხება შეთანხმებას და შეიძლება კიდევ ერთი რამ ლიბანთან დაკავშირებით. თუ ლიბანი სუვერენული სახელმწიფოა. მაქვს ერთი კითხვა. როგორ თქვენ ირანი იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში? დიახ თუ არა? ირანი არის ირანი და ლიბანი არის ლიბანი. ეს ერთი და იგივე სახელმწიფო არ არის. და როცა ამბობთ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა ირანის გამო გჭირდება, თქვენ ამბობთ, რომ ირანი არის სუვერენი, რეალური სუვერენი ლირენი ლიბანში. და ეს კატასტროფაა ლიბანის სუვერენიტეტისთვის. კატასტროფაა ლიბანის სუვერენიტეტისთვის. და ჩვენ და ლიბანის მთავრობა ერთ აზრზე ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ლიბანი იყოს სუვერენული სახელმწიფო. და ჩვენ გვინდა, რომ ჰეზბოლა განადგურდეს. ეს არის ყველაფერი. მადლობა. და ვიცი კიდევ ერთი რამ, რომელსაც ხშირად ახსენებთ და რომელიც გაღელვებთ, ეს არის ახალი ბოროტების ღერძი, როგორც თქვენ უწოდებთ მას, მართალია, რომელშიც შედის პაკისტანი, ყატარი და სხვები. დიახ, მუსლიმთა საძმო. მონაწილეობს არა მხოლოდ ქიაში, AMP-ში, SJP-ში, მიჩიგანში, ტეხასში. ჩვენ ყველანი მივხვებით ხედვას, რომ 100 წლის შემდეგ ამერიკა იქნება მუსლიმური სახელმწიფო. ჩვენ ყველამ ვიცით ეს გეგმები. ყველაფერი ნათქვამია მიჩიგანის მეჩეთებში. ჩვენ ხედავთ რა ხდება ახლა ნიუ-იორკში, მამდანის შემთხვევაში, რომელმაც ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტი მეჩეთად გადააქცია. ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ ამერიკის დამცირება მამდანის მუსლიმური ჰამასის მხარდამჭერი ანტისემიტური ფილოსოფიით. ვფიქრობ, ეს კატასტროფაა. მაგრამ მუსლიმთა საძმო ასევე მთავარი მოთამაშეები არიან გლობალურ რუკაზე. ყატარი მუსლიმთა საძმოს პიარის სახელმწიფოა, ალ-ჯაზირათი და AJ+-ით. სხვათა შორის აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკაა 24 საათის განმავლობაში. კარგი, ეს ყატარია. შემდეგ არის თურქი. ახლა მოდი თურქის რიტორიკას მივყვეთ. ერდოღანის თურქი. მას ძალიან საშიში ხედვა აქვს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი არის ნეო-ოსმანიზმი. მოდით აღოდგინოთ ოსმალეთის იმპერია. მთავარი საფრთხე, პირდაპირი საფრთხე არის საბერძნეთისა და კვიპროსისთვის. ლურჯი სამშობლოს კანონმდებლობით, რომლითაც საბერძნეთის საზღვაო ტერიტორიის ნახევრის წაშლა იგეგმება. და რომ დაბლოკონ ისინი ზღვაში.
შემდეგ ერდოღანის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს. ჩემი ოცნება იერუსალიმის გუბერნატორი გავხდე. ამიტომაც სურთ, რომ იერუსალიმი კვლავაც ოსმალეთის ახალი იმპერიის პროვინცია გახდეს. და ყველა ერთნაირად ლაპარაკობს. ამბობენ, რაც ლიბიაში გავაკეთეთ, რაც სომალიში გავაკეთეთ და რაც სირიაში გავაკეთეთ, იგივეს გავაკეთებთ პალესტინაში. ჩვენ ამას ისრაელს უწოდებთ. ხო, მაგრამ ეს ერდოღანის ენაა. ასე რომ ეს ერთი საკითხია და მეორე საკითხია ისლამისტური ხედვა. ხალიფათის. ეს რელიგიური ოსმალური იმპერიაა. და ახლა მთავარი ფიგურა არის აჰმედ აშარა. აჰმედ აშარა ჯოლანი, ტერორისტი კოსტიუმში სირიაში თავად აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ გაგზავნა, რომელიც იყო ISIS-ის ლიდერი და აშშ-ში გაანადგურა. ამიტომ ახლა ვამბობთ, რომ აჰმედ ალ-შარა, რადგან კოსტიუმი აცვია, შეიცვალა ფილოსოფია, შეიცვალა შეხედულებები. განა არ გვინახავს რა მოხდა ალავიტებთან. განა არ გვინახავს დრუზების მასაკრი. განა არ გვინახავს ქურთების მასაკრი. შეგვიძლია ვენდოთ ალ-ქაიდას და ISIS-ის ლიდერს, რომ მართოს სირიის სახელმწიფო და იყოს პარტნიორი. არა, არ შეგვიძლია. არა, არ შეგვიძლია. და ვფიქრობ, რომ ერდოღანის თურქეთი და ბაშარ ალ-ასადის სირია ახლა ბევრად უფრო შემაშფოთებელია ვიდრე ირანი. ირანის შიიტური იმპერიის, ასადის, სირიისა და ჰეზბოლას ეპოქა დასრულდა. ახალი ღერძი არის მუსლიმთა საძმოს ღერძი, ერდოღანის თურქეთის, სირიისა და ყატარის. და უკეთესი ეხლა გამოფხიზლდეთ და თვალები გაახილოთ, სანამ ძალიან გვიან არ არის. კარგი, მადლობთ. ძალიან მოკლედ დრო თითქმის აღარ დაგვრჩა, მაგრამ ხომ იცით, წესებს ყოველთვის არ ვემორჩილებით. არჩევნები ახლოვდება. ადრე ბენეტის იამინა პარტიის წევრი იყავით, შემდეგ ლიკუდში გადახვედით. შეიძლება გაიგეთ, რა გითხრა ბენეტმა დღეს დილით JNS-ში. როგორ აფასებთ თქვენს მდგომარეობას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როცა არ უნდა გაიმართოს ისინი? პირველ რიგში ვფიქრობ, 7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ წინაშე უზარმაზარი გამოწვევებია. და ნეთანიაჰუს, ანუ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძელით მთლიანად შეგვეცვალა მდგომარეობა და დაგვენგრია რგოლი, რომელიც გვახჩობდა ღაზაში, ლიბანში, ირანში. უზარმაზარი მიღწევებით. იუდეასა და სამარიაშიც მნიშვნელოვანი განვითარებაა ასობით ახალ სოფელთან ერთად. ვინც თქვენგან შეიძლება გსმენიათ ალონის პროგრამაზე იორდანის ველისთვის და მთებზე არსებულ ყველა ღია სივრცეზე, ახლა იუდეასა და სამარიაში სრულიად განსხვავებული რეალობაა. ხედვა იყო იორდანის ველის, ზღვისპირა ტერიტორიების, ყველა ამ ადგილის აღება და პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ ვანადგურებთ ამ ხედვას და ვაშენებთ და ვაძლიერებთ ებრაულ თემებს მთელ იუდეასა და სამარიაში. გმადლობთ. ეხლა ერთი რამ რაც უნდა გვახსოვდეს. ბენეტი ისრაელის პოლიტიკის მოსამსახურია. კლეო. ჩვენ ვდგავდით ღონისძიებებზე ასეთ და კიდევ უფრო დიდ ბრბოში. და ის მუდმივად ამბობდა 34-7 არასდროს დაუშვებ, რომ ლაპიდი იყოს პრემიერ-მინისტრი. ამას 1000 ჯერ ამბობდა, 1000 ჯერ მაქვს ეს მოსმენილი. მან თქვა, არასდროს დაუშვებ, რომ მემარცხენე მთავრობა ჩამოყალიბდეს. არასდროს მოვითხოვ პრემიერ-მინისტრობა 10-ზე ნაკლები მანდატით. მან ყველა თავისი დაპირება დაარღვია ამ მომრჩევლებთან მეორე დღესვე, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. იმისთვის, რომ მას პრემიერ-მინისტრი ეწოდოს, როგორც ბავშვი, რომელმაც სათამაშო დაკარგა. ეს არის ბენეტი, ბავშვური პოლიტიკოსი, ნულოვანი ლიდერობით, ნულოვანი იდეოლოგიით. დაფრთხილად იყავით. ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ეს ჯამბაზი პრემიერ-მინისტრი გახდება. კარგი, არ მინდა მისი სიტყვა გამოვიყენო. ხო, მაგრამ მოდი ცეს გამოვიყენებთ, კარგი? ასე რომ თუ ეს ჯამბაზი არ იქნება, კარგი? არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ზღვარს გადალახავს. მაგრამ დაუშვათ, რომ გადალახა. თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, ის ან აიზენკოტი.
ლიბანში არ იქნება ყვითელი ხაზი და არც ღაზაში იქნება ყვითელი ხაზი. იუდეასა და სამარიაში აღარ იქნება ფერმები. იქნება პალესტინის სახელმწიფო. და ყველაფერი, რაც ამ მთავრობაში ყველა სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად მიღწეული იყო, წავა, დაინგრევა. და ამიტომ უნდა უზრუნველყოთ მემარჯვენე მთავრობა, რომელიც გააგრძელებს იუდეასა და სამარიაში მშენებლობას. მტკიცედ დაიცავს საზღვრებს ჰამასის და ჰეზბოლას წინააღმდეგ. დაიცით, ხალხი ამბობს, რომ ლიბანში წარმატებას ვერ ვაღწევთ. ღაზაშიც წარმატებას ვერ ვაღწევთ. მართლა? ღაზას ტერიტორიის 60% ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა. ჰამასი ახლა პოლიციის ძალა. ჰეზბოლა იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ტერორისტული არმია. ის კვლავ პარტიზანულ ორგანიზაციად იქცა. მე არ ვამცირებ პარტიზანულ ორგანიზაციას. ის ჯერ კიდევ შეიძლება იყოს საშიში. მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი. ისინი ჯერ კიდევ შეუძლიათ დაგვემუქრონ, მაგრამ მათ დაკარგეს მთელი თავიანთი ხელმძღვანელობა. ფუად შუქრი, ნასრალახი, იმ ძალების ლიდერები. მათ დაკარგეს 1000-ობით ტერორისტი, 1000-ობით მათგანი. მათ დაკარგეს საზღვარზე მთელი სოფლების ხაზი. სოფლები, რომლებიც ტერორის ციხესიმაგრეებად იქცა, სადაც ყოველ მეორე სახლში საბრძოლო მასალა და რაკეტებია. ახლა ჩვენ გვაქვს სუფთა ბუფერული ზონა და უნდა შევინარჩუნოთ იგი ძალიან მტკიცედ. UNIFIL-ის ან სხვა უცხოური ძალების გარეშე, რომლებსაც არასდროს შეიძლება ენდო. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს და ზემოთ ღმერთს ვენდობით. ამიხაი შიკლი. ამინ. დიდი მადლობა, გმადლობ. ბობი.